ესეც დაპირებული ვიდეო დიდი ხნის, რომელსაც ესე ელოდებოდით და ამდენი ადამიანი წერდით, როგორც პირადში, ასევე კომენტარებში, ჩემს ბრეკეტებთან დაკავშირებით, მინდა გაგიზიაროთ და გაჩვენოთ, როგორ მივედით აი ამ შედეგიდან, აი ამ შედეგამდე. ამ ვიდეოში აუცილებლად მოგიყვებით ყველაფერს, სად დავდიოდი, ვინ იყო ჩემი ორთოდონტი, რა საფეხურები გავიარე იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მიმეღო ეს ძალიან მაგარი შედეგი, უმაგრეს პროფესიონალურ გუნდთან ერთად. ეს არ არის რეკლამა, რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე ჩემი გამოცდილება, რეალური, ყოველგვარი ვინმეს წახალისების ან რაღაცების გარეშე, ვინც ხართ ჩემი გამომწერები, ზუსტად ვიცი რომ იცით და მენდობით რომ არავის რეკლამას არ უკეთებ და მით უმეტეს ესეც საკითხზე. მოკლედ, ვისაც სჭირდება ახლა მომავალში ბრეკეტები, აპირებს მათთვის, ან ახლობლებისთვის, ან თქვენი შვილებისთვის, ამ კლინიკას აქვს ასევე ბავშვებისთვისაც სპეციალური განყოფილება. ეს ვიდეო არის თქვენთვის, მოусმინეთ, შეინახეთ, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და იმედი მაქვს თქვენც ისეთივე კარგი გამოცდილება გექნებათ ამ კლინიკასთან და ამ პროფესიონალურ გუნდთან ერთად, როგორიც მქონდა მე. ვისთვისაც კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდი მათ, ჩემს ექიმს, ორთოდონტს, ასევე ქირურგს, ყველას და აბსოლუტურად ყველას გაჩვენებთ ვიდეოში და გაგაცნობთ. კლინიკა, რომელიც ავირჩიე და რომელსაც ვენდობი უკვე რამდენიმე წელია, ეს არის დენსი. დენსისთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო 2018 წელს, როდესაც პირველად გავიკეთე ბრეკეტები, დიდი ძებნის და გაკითხვის შემდეგ მირჩია რამდენიმე ადამიანმა. ოღონდ მაშინ არ ვიცოდი რომ რუსთავშიც ჰქონდათ ფილიალები და დავდიოდი ხოლმე ყიფშიძეზე, თბილისში. და მაშინაც ოღონდ ჩემი ექიმი ორთოდონტი იყო თამარი ხვედელიძე და 3 თვეში მივიღე ის შედეგი, რაც ეხლა მაქვს, ძალიან მაგარი შედეგი, ანუ გამისწორდა აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან კარგად მქონდა და 3 თვის შემდეგ მომიწია ისევ კანადაში დაბრუნება და მაშინ 2018-ში ახალ პროვინციაში, ანუ ვანკუვერში ვიყავით გადმოსულები ბრიტიშ კოლუმბიაში და აქ სამწუხაროდ ექიმებმა აღარ გამიგრძელეს, მითხრეს რომ სხვის დაწყებულ საქმესო ჩვენ ხელს ვერ მოვკიდებთო და ამიტომ 3 თვის შემდეგ მომიწია მოხსნა და შემდეგ კიდე 2 ბავშვის გაჩენამ და შემომატებამ, რა თქმა უნდა, უარეს დღეში ჩამიგდო კბილები, საერთოდ დამერღვა წყობა და კი ნახეთ როგორი შედეგიც მქონდა. და რა თქმა უნდა, არც მიფიქრია, როდესაც გადავწყვიტე რომ მივდიოდი საქართველოში, უკვე 9 თვით ნახევრით, ვიცოდი რომ ისევ მივიდოდი დენსიში და ისევ რა თქმა უნდა, თამარ ხვედელიძეს მივანდობდი ამ საქმეს. და როგორც მაშინ ამჯერადაც თამარმა ხვედელიძემ, ექიმად თამარმა, უმაგრეს გუნდთან ერთად, ეს იყო ქირურგი დავით ფაჩულიძე, რომელიც არის სუპერ ბიჭი. ამომიღო 3 სიბრძნის კბილი 2 კვირაში ყოველგვარი გართულების, ყოველგვარი რაღაცების გარეშე, ასევე გამიკეთა მინი იმპლანტები ნეოდენტებს, რასაც ეძახიან, რომელიც არის უახლესი ტექნოლოგია და აჩქარებს ბრეკეტების გაწევას კბილებს შორის, რომ გამოჩნდეს მეტი ადგილი, რაც რა თქმა უნდა ასევე დაეხმარა, რომ კბილები თავის ადგილზე ჩამჯდარიყვნენ. ასევე ნინო ჯანელიძე, უსაყვარლესი, რომელმაც გამიკეთა რესტავრაცია და ნახეთ რა დღეში ჰქონდა კბილები, რომელმაც ესე გააკეთა ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად და ასევე ძალიან კარგი